მე ვარ ფსიქოლოგი ვახო ჯაფარიძე და დღეს არის ჩვენი 21-დღიანი პროგრამის მე-10 დღე. ამ პროგრამის წინა ვიდეოები შეგიძლიათ ნახოთ ჩემ გვერდზე, ანუ აქვე, დასკროლოთ და იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტთ ამ პროგრამაში მონაწილეობას, იმისათვის რომ სწორად დაასრულოთ ფსიქოლოგიურად 2025 წელი და შექმნათ მეტი ფსიქოლოგიური საფუძველი 2026-ში თქვენი კეთილდღეობის ზრდისათვის, მაშინ შეგიძლიათ თავიდან დაიწყოთ ამ ვიდეოების ყურება და ნელ-ნელა გამოუყვეთ, ასე ვთქვათ, იქამდე სანამ მთლიანად არ გააკეთებთ ყველა დავალებას. და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ ვიდეოებს უყუროთ, აი იმ თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც არის დადებული საიტზე, ხო? იქ დღეებიც არის მითითებული. შეგიძლიათ ამას წამოყვეთ. დღეს ვისაუბრებთ ფინანსური ბლოკების მოხსნაზე, გარღვევაზე. იმიტომ რომ პირველ კვირაში ჩვენ ძირითადად ვიკვლევდით, რა შედეგები გვაქვს ამა თუ იმ სფეროში. მეორე კვირას, ანუ ეხლა მეორე 7 დღეული, ესე დავარქვათ. ჩვენი ამოცანა არის, რომ გავარღვიოთ ის ბლოკები, რომლებიც გიშლით ხელს ამა თუ იმ სფეროში, ასე ვთქვათ, მიაღწიოთ კეთილდღეობას. დღეს ვისაუბრებთ ზუსტად ფინანსებზე. როგორ ყალიბდება ფინანსური ბლოკები? პირველი გზა ეს არის ნეგატიური შთაგონებები, რომლებიც ფინანსებთან დაკავშირებით გვესმის ბავშვობაში. ნეგატიური იდეები, ზოგადად პულის და მდიდარი ადამიანების შესახებ. შეიძლება ეს იყოს თქმული ვიღაცის მიერ, შეიძლება წაიკითხეთ სადღაც, ხო? შეიძლება უბრალოდ გააკეთეთ დასკვნა, იმიტომ რომ ბავშვობაში, როგორც წესი, ჩვენ 1-2 კერძო მაგალითზე ვაკეთებთ დიდ განზოგადებებს, ხო? მაგალითად, თქვენს მეზობლებს არ მოსწონდათ მეზობელი, რომელიც იყო შეძლებული და ამან გააკეთებინათ დასკვნა, რომ მდიდარი ადამიანები არიან უვარგისები, ხო? და შემდეგ, როდესაც შენ ცდილობ გახდე მდიდარი ადამიანი, შენს ქვეცნობიერს ახსოვს, რომ თუ გახდები მდიდარი, იქნები უვარგისი და შესაბამისად, ამიტომ გააკეთებს ყველაფერს, რომ დაბლოკოს ეს ამ ამოცანის განხორციელება და ფინანსური მიზნების მიღწევა. კიდევ ერთი გზა არის ფსიქოტრაუმები, როდესაც აღმოჩნდით ემოციურად დაძაბულ უსიამოვნო სიტუაციებში, რომელიც არის დაკავშირებული ფინანსებთან ზოგადად, ხო? განსაკუთრებით 90-იანები თუ გაქვთ გამოვლილი, იქ გვახსოვს ბევრი საინტერესო თავგადასავალი დაკავშირებული მათ შორის ნეგატიურ ემოციებთან, ფინანსებთან დაკავშირებით. არსებობს ასევე, ასე ვთქვათ, ოჯახური ნეგატიური ბლოკები. მაგალითად, ამა თუ იმ ოჯახში არის მიღებული გარკვეული ტიპის მსოფლმხედველობა ფინანსებთან დაკავშირებით და როგორც წესი, ამის ტრანსლირება ხდება თაობიდან თაობაში. თუ გაგიმართლათ და ეს იდეები პოზიტიური და ხელშემწყობია, ხო, კარგი, თუ არა და შეიძლება ეს იქცეს ხელისშემშლელ ფაქტორებად. ასევე შეიძლება იყოს კულტურული, რელიგიური, ზოგადად ეროვნული ნეგატიური სცენარები, ასე ვთქვათ, საზრუნო სცენარები, რომლებიც ქმნიან ფინანსურ ბლოკებს. ერთი იმათ რა ღირს, მაგალითად, ქართულ ენაში ძალიან ცნობილი გამონათქვამი საწყალი პატიოსანი კაცი. რატომღაც ჩვენში პატიოსან კაცს და საწყალს შორის დგას ტოლობის ნიშანი. ანუ დას ნიშნავს ეს, ხო? რომ პატიოსანის შრომით ვერასდროს ვერ გახდები შეძლებული, წარმატებული, უზრუნველყოფილი და ასე შემდეგ. შეიძლება ესეც დაილექოს სადმე ქვეცნობიერში და გახდეს პრობლემების მიზეზი. ხო, დღეს მინდა ვისწავლოთ სპეციალური ტექნიკა, რომლის რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში თქვენ შეძლებთ, რომ აი ეს ფინანსური ბლოკები შეიძლება მთლიანად არა, მაგრამ მათი დიდი ნაწილი დაძლიოთ აუცილებლად. იმისთვის, რომ გავაკეთოთ ეს სავარჯიშო, დაფიქრდით, რამდენი ფულის შოვნას აპირებთ 2026 წელს. იყავით ამბიციურები და რეალისტურები ერთდროულად, ხო? როდესაც საზღვრავთ იმას, თუ რა თანხის შოვნას აპირებთ წელიწადში, იმის წარმოდგენაც უნდა გქონდეთ, როგორ მოვა, საიდან მოვა ეს ფული, ანუ ეს არ უნდა იყოს რაღაც თითიდან გამოწვეული თანხა, რომელიც ეფუძნება მხოლოდ თქვენს, ასე ვთქვათ, ნატურალ სურვილებს, ესე დავარქვათ. ხო და ამ ციფრს, როდესაც გაიაზრებთ, შემდეგ
დახუჭეთ თვალი და წარმოიდგინეთ ეს ფული, მთლიანად ეს თანხა, როგორც ციფრი, მაგალითად თქვენ საბანკო ანგარიშზე, აი წარმოიდგინეთ ონლაინ ბანკინგი გახსენით და იქ ციფრს ხედავთ პირდაპირ, ან როგორც ნაღდი ფული, ქეში. ამას რომ წარმოიდგენთ, შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ ეს რაოდენობა გაორმაგდა. ან ციფრი გაორმაგდა, ან ფულის გორა, თქოს ეს რაოდენობა. თუ ნაღდი ფულის წარმოიდგინეთ, ესეც ორჯერ უფრო მეტი გახდა. შემდეგ დაგოგეთ თქვენი ფანტაზია, ამუშავეთ წარმოსახვა და წარმოიდგინეთ, რომ შემდეგი 20 წლის მანძილზე ფლობთ წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო მეტ რაოდენობა ფულს. სავარჯიშო ალბათ წაიღებს 2-3 წუთს და დააკვირდით შემდეგ ამ სავარჯიშოს გაკეთების შემდეგ, ასე ვთქვათ, როგორ გრძნობ თავს, განსაკუთრებით დააკვირდით იმას, თუ როგორ გრძნობს თავს თქვენი სხეული ფიზიკურად. თუ ამ სავარჯიშოს გაკეთების შემდეგ აი ძალიან პოზიტიური ემოციები დაგეუფლათ და ვაიმე და კარგია და გადასარევია, ეს რას ნიშნავს? რომ ასე ვთქვათ, ესეთი ფინანსური შედეგიანობა თქვენი გონების მიერ არ იქნება როგორც კარგი, მაგრამ უჩვეულო, ხო? ანუ ეს კარგია, მაგრამ აი მე ასე ვთქვათ, ჩემთვის მაინდა-მაინც მისად ხელმისაწვდომი არ ყოფილა ჯერ. თუ ნეგატიური შეგრძნებები გაქვთ, ასე ვთქვათ, ამ სავარჯიშოს გაკეთების შემდეგ, ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა ცოტა უფრო ღრმა პრობლემები გაქვთ დასამუშავებელი, მენტალური, ემოციური დაკავშირებული ფინანსების თემასთან და აქ შეგიძლიათ მომგზავნდეთ როგორც პირად კონსულტაციაზე, ფსიქოთერაპიაზე, ისე დაელოდოთ მაგალითად ჩემს ფინანსურ პროგრამებს და იქ მოხვიდეთ და სიღრმისეულად დაამუშავოთ ყველაფერი. და ცადეთ ამ სავარჯიშოს გაკეთება 1 კვირა, 2 კვირა, 3 კვირა. აი იქამდე სანამ ამ სავარჯიშოს გაკეთების შემდეგ ბოლოში ხო არ დაგეუფლებათ აბსოლუტური ბუნებრიობის განცდა, რომ ესეთი შემოსავალი, ესეთი, ასე ვთქვათ, ფინანსური ზრდა არის თქვენთვის პრინციპში შესაძლებელი, აი ისეთივე ბუნებრივი, როგორც თქვა, ხო? რომ ეს შეიძლება მოხდეს ისევე ბუნებრივად, როგორც, ну, რა ვიცი, ზამთრის მერე მოვა გაზაფხული. ანუ გამოიყენეთ ეს სავარჯიშო, გაუზიარეთ ეს ვიდეო მათ, ვინც ებრძვის შესაძლოა ფინანსურ პრობლემებს, ან კარგად არის ფინანსურად, მაგრამ სურს კიდევ მეტი და დიდი ხანია ვერ გაურღვევია, ასე ვთქვათ, ეს რაღაცა ნიშნული. რომ ამ ადამიანებსაც მიეცეთ საშუალება, ასე ვთქვათ, დააზრან მკვდარი წერტილიდან თავის ფინანსური სიტუაცია. დღეისთვის სულ ეს არის, ვისაც გსურთ ინფორმაცია ჩემს მარათონთან დაკავშირებით, რომელიც იწყება 18 იანვარს, მოგესალმებათ. 18 იანვარს ვიწყებ შეუზღუდავი მიღწევების NLP მარათონს, რომელიც 21 დღე კი არ იქნება, 28 დღე იქნება, ანუ განახლებულია შინაარსობრივადაც და სტრუქტურულადაც. არის განკუთვნილი მათთვის, ვისაც სურს საკუთარი ცხოვრების პრინციპში განახლება და ახალ დონეზე აყვანა. რატო ვაკეთებ ამას ახალი წლის შემდეგ და არა ახალ წლამდე, იმიტომ რომ ახალ წლამდე ეს ემოციური დუღილი, ეს ეიფორია თანდათან გვაიძულებს ხოლმე, რომ არარეალისტურად შევხედოთ მიზნებს, მომავალს, მიღწევებს საკუთარ თავს, ხო? და შემდეგ ასე ვთქვათ, ვებრძოლოთ იმ პრობლემებს, რომელიც ჩვენ თვე გავაჩინეთ არასწორი მიზანდასახვით. ახალი წლის შემდეგ, ასე ვთქვათ, ეს ემოციები იქნება უკვე მიწნარებული და იწყნა გონებაზე მინდა რომ ერთი თვე დაუთმოთ საკუთარ თავზე მუშაობას ისეთნაირად, რომ თქვენ შეძლოთ თქვენი წარმატებულობის აყვანა ხარისხობრივად საერთოდ ახალ საფეხურს. მარათონში არის როგორც დამოუკიდებელი სავარჯიშოები, რომელიც ყოველდღე ღებულობთ, ასე ვთქვათ, პატარ-პატარა დავალებებს. ასევე ეს არის რამდენიმე Zoom შეხვედრა, კერძოდ ერთობლივი შეხვედრების Zoom-ში, 5 წელი და ასევე მარათონში არის სპეციალური მედიტაციები, რომლებიც მუშაობენ თქვენს ქვეცნობიერთან, ისე რომ შექმნათ თქვენს ქვეცნობიერში წარმატებულობის და ზოგადად კეთილდღეობის ზრდის ძალიან მძლავრი საფუძვლები. ამ მარათონსაც შეგიძლია გაეცნოთ ჩემს page-ზე, გარდა ამისა, ამ ვიდეოს ქვეშ კომენტარებში აუცილებლად დავდებ მის ბმულს. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და მომავალ შეხვედრამდე.